სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთს. არს დაიქოს. ყველას გილოცავთ წმინდა პეტრე პავლობის მარხვის დაწყებას. ეს არის მარხვა, რომელიც წმინდა მოციქულებს ეძღვნებათ. ეს არის ფაქტიურად მარხვის პირველი კვირა და დღეს ჩვენ სახარებაში კიდევ ერთხელ როგორც ყოველთვის ამ დღეს მოვისმინეთ, როგორ მოუწოდა იესო ქრისტემ თავის მოციქულებს, თავის მოწაფეებს და როგორ გააგზავნა ისინი საქადაგებლად. მთელი ეს მარხვა, მთელი ამ მარხვის განმავლობაში ძირითადად ჩვენ სახარებიდან აი ამას წავიკითხავთ, როგორ ქადაგებდნენ მოციქულები და დღეს კი იყო უშუალოდ აი იესო ქრისტეს ცნობილი სიტყვები, როდესაც მან თავის მოციქულებს მებადურებს მოუწოდა და უთხრა, რომ ამირიდან გყოთ თქვენ მესათხევლე კაცს და ანუ ადამიანის მებადურებად გაქცევთ. თევზის, როგორც ადრე თევზს იჭერდით, აი ესე ადამიანები უნდა დაიჭიროთ და მოიყვანოთ სასწაულში და ჩვენ ამას ესე იგი აი ამ საკვირაო სახარებას ყოველ წელს ვისმენთ, ვიმეორებთ და მინდა დავსვა ეს კითხვა, რა საჭიროა ეს ასეთი ამდენი განმეორება. ერთხელ ანგლიკანი ღვთისმსახურების ჯგუფი იყო ჩამოსული და რაღაც ისეთი მე მიმამაგრეს დავსე მათთან ერთ დავყვებოდი და რაღაც ცოტა რომ მოშინაურდნენ ერთმა მათგანმა ესეთი შევკითხვა დამისვა რომ იცით რა არ მესმის რომ მართლმადიდებლობაშიო უფალო შეგვიწყალეს 40 ჯერ რატო ამბობთ ერთხელ რო იტყვით არ ესმის ღმერთო და მე მართლაც პირველად დავფიქრდი მაშინ რატო 40 ჯერ უფალო შეგვიწყალეს ან კიდევ ბევრჯერ 200 ჯერ მაგალითად რა არის ეს რა და ღმერთს ესმის რა თქმა უნდა ჩვენ რო გავიგონოთ ეს იმისთვისა ეს გამეორება ჩვენ გვჭირდება და ამის შესახებ სახარებაში წერია რომ იქადაგეთო ოღონდ რომ ისრაელის სოფლებსო ვერასოდეს ვერ მოივლით ისრაელი პატარა ქვეყანაა ძალიან და ჩვენ სხვათა შორის საქართველოში დავრწმუნდით ამას დავდიოდით ფეხით აი როგორც იესო ქრისტე თავის მოციქულები გააგზავნა ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მორწმუნეები შექმნება და აი გაგვაგზავნა პირდაპირ აი მოუმზადებდა ცრულებით არაფერი არ ვიცოდით და გვითხრა რომ წადით და იქადაგე და დავიწყეთ სიარული ეწოდეთი ჩვენი მასწავლებელი სწორედ ეს სახარება იყო სახარების ადგილები აი არ ციგნები არ შევებოდა მაშინ არაფერი არ იყო და აი ყველაფერს ვცდილობდით რომ დავკვირვებოდით და სულ მაინტერესებდა აი რატო ვერ მოვიდით მაგალითად საქართველოს სოფლებს რა არის ხალხ ესეთი მოულელი აი რომ ვერ მოიარო რამდენი სოფელია საქართველოში რატო არ შეიძლება რომ მოვიაროთ ეს სოფლები და ძალიან დიდი სიბრძნე არის ამ სიტყვებში ჩადებული ჯერ ერთი სოფლი რო გამოხვალ და მეორეში რომ მიხვალ და კიდე მესამეში რომ მიხვალ და მეოთხეში და ბოლოს თუ ისე ამ პირველ სოფელს მოუწია რიგი საკმაოდ დიდი დრო არის გასული და როდესაც მიხვალ და იქადაგებ დიდი უალბათობით ისე ვის ხალხი არ დახვდება ვისაც მაშინ პირველად უკადაგე აი მარტო ერთმა რო აკეთო ეს არის და ეს ეხება ასევე იმას რომ სულ ერთ და იგივე სოფელშიც რო იქადაგო თაობები იცვლებიან იქ ერთი თაობა მიდის მეორე თაობა მოდის და ყველა ახალ თაობას ყოველ ახალ მოსულ ადამიანს თავიდან ჭირდება ამ სიტყვების გამეორება ანუ ეს ქადაგება რაც იესო ქრისტემ ბრძანა რისთვისაც თავის მოციქულები გააგზავნა ეს ქადაგება არის დაუსრულებელი პროცესი მუდმივად ერთი და იგივეს განმეორება ოღონდ სხვადასხვა სიტყვებით იმიტომ რომ იცვლება ვითარება იცვლება ისტორიული თუ პოლიტიკური ვითარება და ყოველ ახალ მისვლაზე ყოველ ახალ ქადაგებისას თავიდან უნდა ჩამოაყალიბოს ქადაგებელმა მოციქულმა ღმრთელმა ის აზრი რომელიც შეიძლება ბევრჯერაც უთქვამს
მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა, რომ აი დღეს გასაგები სიტყვებით უნდა ითქვას. და ეს კი ნამდვილად დაუსრულებელი პროცესია. დაუსრულებელი პროცესია და ჩვენი მიზანი თქვენი მათ შორის თქვენ მარტო კი არ ისმენთ ღვთის სიტყვას, თქვენ უნდა გაიმეოროთ ეს და თქვენ უნდა სხვა ადამიანებსაც უთხრათ. ჩვენი მიზანი არის ისევე როგორც მონადირის, უბრალოდ მეთევზის მიზანი არის რომ თევზი დაიჭიროს წყალში. აი ჩვენი მიზანი არის ადამიანების დაჭერა, ესე ბადით. ბადის მოწროლა და მათი დაჭერა. ოღონდ იონა კროპირი ამბობს რომ არის განსხვავება. თავარი განსხვავება რომ მეთევზე თევზს იჭერს წყალში, სადაც თევზი ცოცხლობს და ბადით ამოყავს ის ხმელეთზე, სადაც თევზი გვტება. და ჩვენ პირიქით ჩვენ ამ ცხოვრებაში ამ ხმელეთზე უნდა დავიჭიროთ ადამიანები, რომლებიც კვდებიან. იმიტომ რომ მათ თუ არ ესმით ღვთის სიტყვა და თუ არ მონაწილეობენ საიდუმლოებებში, თუ არ ამბობენ აღსარებას, თუ არ ეზიარებიან, თუ არ მარხულობენ, თუ არ ლოცულობენ, ესენი არიან ეკლესიის მომაკვდავი წევრები. აი ეს ადამიანები უნდა დავიჭიროთ და მივგვაროთ ქრისტეს. რომ შემდეგ მათ ცხოვრება გააგრძელონ მარადიულ ოკეანეში. ანუ ზეციურ სასუფეველში. აი ეს არის დღევანდელი სახარების ძირითადი შინაარსი. აი ამიტომ გააგზავნა სწორედ იესო ქრისტემ შეკრიბა ჯერ და შემდეგ გააგზავნა საქადაგებლად თავისი მოციქულები. და ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება, ჩვენი თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის. რომ მოვინადიროთ ადამიანები ქრისტესთვის. ერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი. არს და